საპატრიარქოსთან არსებულმა რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოებამ წლის შემაჯამებელი ღონისძიების პრეზენტაცია გამართა. რუსთაველმა ჩოხოსნებმა სასულიერო პირებს, ქალაქის ხელმძღვანელობას და ორგანიზაციის წევრებს ყველა იმ საერო და საეკლესიო აქტივობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ისინი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. რუსთავის ჩოხოსნებმა ერთწლიანი მოღვაწეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა მეუფეს რეზიდენციაში შეკრებილ საზოგადოებას ჩოხოსანთა საზოგადოების მიზნებზე, ძირითად აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. პრეზენტაციას რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე რუსთველი მიტროპოლიტი იოანე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ესწრებოდა. ეს არის სასიხარულო, რომ ისინი არ კმაყოფილდებენ მიღწეულით. ვიტყვი, რომ ეს არის ახალგაზრდობა, რომელსაც აქვს თავისი ინიციატივები, თავისი ენერგია, სიხარული და სიყვარული სამშობლოსი წინაპრების და ზრუნვა მომავლისათვის. არ არსებობს არც ერთი სფერო, რომელიც მათ ყურადღების მიღმა დარჩენოდათ. ჩაატარეს აქ უამრავი ღონისძიება და ყველაფერი ეს იყო ნაკარნახევი უშუალოდ ამ მათი სულიერი მდგომარეობით. ეროვნული ღირებულებების ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია წარმოადგენს რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარ მიზანს, რომელშიც ამჟამად უკვე 60 ადამიანია გაწევრიანებული. თითოეულ მათგანს კი, როგორც ისინი ამბობენ, სამშობლოსადმი სიყვარული აერთიანებს. ჩოხოსნების მოღვაწეობა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეაფასა და სამომავლოდ მათ მხარდაჭერას დაპირდა. ვიცოდი, რამდენი მნიშვნელოვან ღონისძიებებში და აქციებში ქონდათ მონაწილეობა მიღებული, მაგრამ კიდევ ბევრი რამ გავიგეთ და მინდა ამ ჩოხოსანთა საზოგადოებას ძალიან ბევრი კარგი საქმის კეთება უსურო და შემოქმედებითი წარმატებები. საუბარი იყო თუ რა გავაკეთებთ ჩვენმა საზოგადოებამ, რას ვაკეთებ და რის გაკეთებას გეგმავთ მომავალში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. განსაკუთრებით დიდი მადლობა რუსთველ მიტროპოლიტს იოანე სამღვდელოებას, მათ შორის მამა პეტრეს, რომელიც მეუფის ლოცვა-კურთხევით სულიერი მოძღვარია ჩოხოსნების, სტუმრებს და თითოეულ ჩოხოსანს. სამომავლო ჩოხოსნები ეროვნულ ტრადიციებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლების ცნობიერების ამაღლებას გეგმავენ.